გამარჯობა, დღეს ჩვენთან ერთად ნიკა ხატიაშვილი არის, GeoCase-ის კვლევარი, უფროსი მკვლევარი. დიდი მადლობა ნიკა შენი დროისთვის. თემა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ დღეს, უკავშირდება რა თქმა უნდა უსაფრთხოებას და პირველ რიგში ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, რომლის ცვლილებასაც ვაგვირდებით ახლა, ცვლილების პროცესში ვართ და სად არის საქართველოს ადგილი აი ამ ცვლილებების ფონზე, როგორი შეიძლება ის იყოს და რას ვკარგავთ რეალურად იმ პირობებში, რა პირობებში ახლა ჩვენ. მოგესალმებით, გიორგი, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის ამ გადაცემაში. დიახ, დღეს ძალიან ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპზე ვიმყოფებით. დღესდღეობით ჩვენ ხედავთ მომსწრენი ვართ, რომ მიმდინარეობს ზოგადად გლობალური უსაფრთხოების სისტემის გადახედვის პროცესი. მე ვიტყოდი, რომ ეს პროცესი პერიოდულად გებოდა ხოლმე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, მაგალითად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ნახეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტობრივად ახალი უსაფრთხოების, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის რეალობა დადგა მსოფლიოში. შემდეგ ეს ეტაპი იყო, ასე ვთქვათ, ცივი ომის დასრულება, ხო? ანუ როდესაც დასრულდა ცივი ომი, ასევე თავიდან ჩამოყალიბდა ეს უსაფრთხოების სისტემა. შემდეგ რამაც მნიშვნელოვანი ტექტონიკური ძვრები გამოიწვია ამაში ეს იყო 9/11-ის მოვლენები და დღესაც უკვე ეს უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ის, რომ ევროპა გადავიდა უსაფრთხოების ჩამოყალიბების ახალ საფეხურზე, ასე ვთქვათ, ბევრი ექსპერტი და მე ვეთანხმები მაგაში ფიქრობს, რომ ევროპამ გამოიღვიძა, რეალურად შეაფასა ის საფრთხეები, რის წინაშე დადგა და სწორედ აქედან გამომდინარე, ასევე ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვაუწყდეს ტრამპის ძალისხმევა, რომელსაც უწოდებენ ასე ვთქვათ გამღვიძებელს ევროპის და ზუსტად ამ მოცემულობაში ჩვენ ხედავთ, რომ მიმდინარეობს აქტიურად ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის თავით ვიტყოდი, რომ განვითარებას თავიდან ჩამოყალიბებას, თუმცა ამას თან მოყვება პრაქტიკული ნაბიჯების და არის მხოლოდ ეს რაღაც თეორიულ ჭრილში განხილული. რაც შეეხება საქართველოს ასპექტს, საქართველოს რა თქმა უნდა თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია მომავალი ევროპული საფრთხოების არქიტექტურაში, თუნდაც შუადერეფნის როლის კონტექსტში, თუმცა ამ როლის დასამკვიდრებლად, რა თქმა უნდა, საჭირო არის რიგი ნაბიჯები და ასე ვთქვათ, რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა, რომ ჩვენ არ ჩამორჩეთ, ასე ვთქვათ, ამ პროცესს და გავხდეთ ამ პროცესის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილებით შავი ზღვის კონტექსტში ყველაზე კარგად, თუმცა შავი ზღვა მთლიანად განიხილება უკვე ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში და ჩვენ სხვათა შორის ბოლო თვეების განმავლობაში ნახეთ არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, სადაც ასე ვთქვათ, შავი ზღვის მნიშვნელობა მნიშვნელოვნად გაზრდილი არის, ასევე ჩვენ გვახსოვს, რომ დაახლოებით 2 თუ 3 წლის წინ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში განიხილებოდა რეზოლუცია, რომელიც ავალდებულებდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ შეემუშავებინათ ახალი შავი ზღვის, ახალი არა, ზოგადად ახალი დოკუმენტი შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, თუმცა სამწუხაროდ მაშინ რიგი ტექნიკური პრობლემების გამო ეს რეზოლუცია ბოლომდე არ მივიდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის ინტერესებიდან, საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს დოკუმენტი საბოლოოდ მიღებული იქნება ამ ადმინისტრაციის ხელში. შესაბამისად, ხო, აი ამ ჩვენ ხედავთ, რომ ეს პროცესი ძალიან დინამიურად მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს კონტექსტში ჩვენთან არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი თქვა საერთაშორისო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ჩვენ მაინც და მაინც ვერ ვახერხებთ, რომ ასე ვთქვათ, გავხდეთ ამ პროცესის სრულფასოვანი მონაწილეები და ჩვენც ასე ვთქვათ, ის სარგებელი მივიღოთ, რა სარგებელიც მოაქვს ამ მთლიან პროცესს. მოდი მივყვეთ, ხო, ეს მოკლებად დავიწყოთ შავი ზღვით. როგორ ფიქრობ, როგორი უნდა იყოს შავი ზღვის უსაფრთხოება, ან როგორ წარმოგიდგენია შავი ზღვის უსაფრთხოება იმ ფონზე, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს, მაგალითად, საქართველოს სანაპირო ზოლის 200 კილომეტრიანი მონაკვეთი, ანუ აფხაზეთის ტრავერს გულისხმობ და პლუს ყირიმის ნახევარკუნძული, აზოვის ზღვა, რომელიც გამოსასვლელი აქვს აქეთ და ასე, ანუ მთელი აი ეს ხაზი, აი ამ ხაზის დეოკუპაცია, ან საერთოდ მომავალი როგორ წარმოგიდგენია? რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვის რეგიონთან ზოგადად საუბრისას, ყველამ ვიცით, რომ რუსეთი შავი ზღვის რეგიონს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და ის განიხილავს ამ რეგიონს როგორც სადაც თავის პირადი გავლენის ტბას. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ შავი ზღვის კონტექსტში ხო რუსეთი ძალიან დასუსტებული არის, მიუხედავად იმისა, ხა
თქვა ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს რუსეთს, ხო? ანუ ჩვენ ხედავთ, რომ მისი შავი ზღვის ფლოტი ფაქტობრივად განადგურების წინაშე არის და სერიოზული დანაკარგები მიიღო ბოლო 3 წლის განმავლობაში. და თან მისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ფაქტობრივად მისი შევსება და განახლება რიგი სამართლებრივი შეზღუდვების გამო სირთულეს წარმოადგენს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ხა ჩვენთანაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაც, იგივე ყირიმის ოკუპაციაც გამოწვევა არის რეგიონული საფრთხეობისთვის, და ჩვენ ამას უნდა უპასუხოთ იმით, რომ მაგალითად აი ამის ძალიან ნათელი მაგალითი იქნებოდა ანაკლის სპორტი, ხო, რომელიც შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც გადაზიდვის კუთხით, ასევე უსაფრთხოების კუთხითაც შეიძლება გამოყენებულ იქნას და აქედან გამომდინარე ჩვენ მაქსიმალურად უნდა ხელი შევუწყოთ იმას, რომ ისეთი გლობალური მოთამაშეების როლი, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, მათი როლი და ყოფადობა შავი ზღვის რეგიონში გაიზარდოს. სწორედ ეს არის, თქვათ, რუსეთის საპირწონე, მათ შორის თურქეთის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში, რომ მოხდეს რუსეთის შეკავება და რუსეთმა მთლიანი, ასე თქვა, თავის გავლენის შესაძლებლობები არ გააძლიეროს ამ შავი ზღვის რეგიონზე. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, ეფექტური წამალი ამასთან დაკავშირებით იქნება ამერიკის და ევროპის და დიდი გლობალური დემოკრატიული ღირებულებებისაც, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ღირებულებები აქვს იმ გლობალური მოთამაშეების, ასე ვთქვათ, ყოფნის ზრდა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში, რომლებიც სიტყვაზე არიან ნატოს წევრები ან ევროკავშირის წევრები. ნუ იდეალური არის, რომ ეს დეოკუპაცია მოხდეს მთლიანად და რა თქმა უნდა, დეოკუპაციაც მოყვება, ახლა მაგალითად ჩვენ საქართველოს კონტექსტში ხო ოკუპაციაზე საუბრისას რამდენი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ხო? აქ პირველი ფაქტორი ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება, ევროკავშირში შესვლა და ვთქვათ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრები მოსახლეობისთვის ჩვენება თუ რა კარგი ცხოვრება არის საქართველოში. მეორე ფაქტორი ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა და რუსეთზე პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა იმისთვის, რომ მან მოახდინოს თავისი ჯარების გაყვანა და ტერიტორიების დეოკუპაცია და აი ამ ორ ფაქტორთათვის აქტიური გამოყენებით უკვე რეალურობა დგება, რომ მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზებით. თუმცა ამას რა თქმა უნდა დრო ჭირდება, მომდევნობა ჭირდება და ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობა ჭირდება, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სწორედ ჩვენი პარტნიორების დამსახურებით წარმატებულად ხორციელდებოდა არაღიარების პოლიტიკა, ხო? ანუ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და შესაბამისად, ხო, ეს ორი ფაქტორი არის განსაზღვრელი მომავალი დეოკუპაციის. როგორ ფიქრობ, ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, რომელიც იქმნება, ითვალისწინებს თუ არა აი ამ შავ ზღვაზე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ასე ვთქვათ? რა თქმა უნდა, ანუ ეს ოკუპაცია ყოველთვის რეალურად რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებს განიხილავს არა როგორც ვთქვათ, რაღაც კონკრეტულ რაღაც მიწის მონაკვეთს, არამედ ეს არის ბერკეტი იმისთვის, რომ შეაფერხოს იმ ქვეყნების განვითარება, რომელიც მიისწრაფის დასავლეთისკენ, ხო და არ მისცეს საშუალება, რომ ეს ქვეყნები განვითარდნენ. ეხლა რა არის რეალურად რუსეთის ინტერესი თავის სამეზობლოში, ხო, იმ სამეზობლოში, ვინც არ არის ჯერჯერობით ევროკავშირის ან ნატოს წევრი. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ნატოს და ევროკავშირის ექსპანსიის შეჩერება და მეორე მომენტი ეს არის დემოკრატიული განვითარების ასე ვთქვათ, გაჩერება, იმიტომ რომ რუსეთის საფრთხედ განიხილავს მის საზღვრებთან დემოკრატიზაციის პროცესს, იმიტომ რომ მას მიაჩნია, რომ თუ ვთქვათ, მისი მეზობელი ქვეყანა განვითარდება დემოკრატიულად, ეს შეიძლება ასე ვთქვათ, გადმოიდოს რუსეთსაც და საფრთხე შეუქმნას რუსეთის შიდა პოლიტიკას და როდესაც საუბრობენ, რომ მარტო ეს ევროკავშირი და ნატო არის ის მიზეზები, რატომაც რუსეთი ესხმის თავს თავის მეზობლებს და ამ შემდეგ, ეს არ არის ესე, ანუ ამას თან მოყვება ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის დემოკრატიული განვითარება და შესაბამისად ეს ქვეყნები, ვინც ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიისწრაფიან, ისინი დემოკრატიულად ძლიერდებიან და შესაბამისად ეს მთლიანი უკვე კომპონენტი რუსეთს, ასე ვთქვათ, რუსეთი განიხილავს თავის ეროვნულ საფრთხეს და რა თქმა უნდა ეს ოკუპირებული ტერიტორიები არის გარკვეული ბერკეტი, რომ მოხდეს ამ ქვეყნების შეფერხება და ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში საუბრისას, რა თქმა უნდა, ევროკავშირის და ნატოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასაც განიხილავს, ოღონდ ეს რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზებით მოხერხდეს, რაც არაერთხელ გაცხადებულა როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მხრიდანაც. 2022 წლის 24 და სხვათა შორის დავამატებ უბრალოდ მაგას, რომ ყველა სტრატეგიულ დოკუმენტებში, სადაც საუბარია იგივე საქართველოზე, იქვე საუბარია ხოლმე როგორც წესი დეოკუპაციის მნიშვნელობაზეც. ოფიციალურ დოკუმენტებზე მაგ და კონცეპტუალურ დოკუმენტებზე იგივე ევროკავშირის, იგივე ნატოს საუბარი. 2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში,
რუსეთი მუდმივად ეჭქვეშ აყენებს ნატოს და ევროკავშირის კონკრეტულად ამ ორგანიზაციების ქმედით უნარიანობას. უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის პირობებში რა როლი ექნება ამ ორგანიზაციებს? იკვეთება თუ არა ის, რომ ეს ორგანიზაციები ძლიერდებიან, ან პირიქით სუსტდებიან ამ ვითარებაში და როგორ მოქმედებს ეს, როგორ აისახება ეს ყველაფერი შემდეგ უკვე ჩვენზე, იმიტომ რომ ჩვენს როგორც პატარა ქვეყანა, რომელიც არც ერთი ამ ორგანიზაციის წევრი არ არის, მაგრამ მთელი თავისი ანუ წლების განმავლობაში ისტრაფოდა მაკეთკენ, აი რა იქნება აქ შემდეგი? ხო, ნუ სამწუხაროდ ბოლო იგივე თვეების განმავლობაში აქტიურად ამოქოქილია რუსული პროპაგანდა და ნუ პრორუსული ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით ქადაგებენ იმას, რომ აი ევროპა იშლება, ევროკავშირის ბედი უკვე გაწერილია და 5 წელიწადში ევროკავშირი საერთოდ არ იასებს და ასე შემდეგ, თუმცა რეალურად პირიქით ხდება ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში დავინახეთ უპრეცედენტო კონსოლიდაცია ევროპული ქვეყნების მხრიდან, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოს მხრიდანაც, ხო, ანუ ეს მე ვთვლი, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო ხარჯების გაზდა, ხო, ანუ ტრამპის ინიციატივის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგეთი თქვა ფინანსური ხელშეწყობა ამ ორგანიზაციის განვითარებისთვის ჯერ არ ყოფილა ისტორიულად, შესაბამისად ევროპაც კონსოლიდირებული არის, ყველა გადაწყვეტილება ფაქტობრივად რაც ეხება უსაფრთხოებას სრული კონსენსუსით მიიღება ხოლმე. მიუხედავად რამდენი ერთი ან ორი ქვეყნის გარკვეულ შემთხვევებში წინააღმდეგობისა მაინც ასე ვთქვათ გადაწყვეტილებები მიღებული ხდება და ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამის კონკრეტული ნაბიჯებსაც ხედავთ ჩვენ, იმიტომ რომ ევროკავშირმა საბოლოოდ დაინახა ის, რომ ვთქვათ უკრაინა თუ ვერ მიაღწევს ამ ომში წარმატებას, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება გახდეს ევროპის რომელიმე ქვეყანა, ნატოს წევრი ქვეყანა. შესაბამისად, ევროკავშირი უნდა მზად იყოს იმისთვის, რომ ერთი მხრივ უკრაინა გააძლიეროს და მეორე მხრივ თავისი რესურსებით შეძლოს რუსეთის შეკავება, იმიტომ რომ რუსეთს ახასიათებს ერთი რაღაცა, რომ როდესაც სუსტდება რუსეთი, ხო, და დასუსტება იგივე სანქციების კონტექსტში რა ვთქვათ, ხო, ანუ რუსეთს აქვს ასე ვთქვათ ნიჭი, რომ ადაპტაცია გააკეთოს ახალ რეალობასთან ხოლმე თან სწრაფი ადაპტაცია და შესაბამისად რუსეთზე თუ თქვათ არ იქნება შესაბამისი მიწოლა და რუსეთმა შეძლო ასე ვთქვათ ადგენითი პროცესის ჩატარება და თავისი სამხედრო შესაძლებლობის გაძლიერება, ხო, ანუ უკრაინის შემდეგ ის ნამდვილად უკვე ევროპაზეც გადავა, ეს არის მაგის ექსპანსიონიზმის პოლიტიკა და შესაბამისად არანაირი გარანტია არ აქვს. ეხლა ბოლოს იყო რაღაც მსჯელობები, რომ რუსეთთან რაღაც მოლაპარაკებები და რუსეთმა თქვა ხელწერილს დოკუმენტს მოვაწერო ხელს თავდაუსრულობის შესახებ, მაგრამ ნუ იგივე ბუდაპეშტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ ეგეთ დოკუმენტებს აზრი არ აქვს და რუსეთს ესმის ძალისმიერი ენა და შესაბამისად ევროპას თუ უნდა ხო რომ თავისი უსაფრთხოება უზრუნველყოს, ის უნდა იყოს სამხედრო და უსაფრთხოების კუთხით მზად, რომ შეაკავოს რუსეთი. რა უნდა მოიმოქმედონ ისეთმა პატარა ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან არც ერთი ორგანიზაციის წევრები? ხო. ნუ საქართველოს კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ რო შევხედოთ ამას როგორც საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის კუთხით და პატარა სახელმწიფოების შესახებ, აქ ნათელია, რომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ალიანსების ფაქტორი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება სამწუხაროდ და იმის რესურსი, რომ ყველა იმ საფრთხის წინაშე, რასაფრთხის წინაშე დგას დღეს საქართველოს თავისი, ასე ვთქვათ, ავტონომიურად დაუპირისპირდეს ამას. შესაბამისად, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება, რაც სხვათა შორის 90-იანი წლებიდან ხდებოდა. რო ავიღოთ ჩვენი უსაფრთხოების სისტემა, იგივე შესაძლებლობები, ძირითადად ეს ხდებოდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის ხარჯზე და დღემდეც გრძელდება ეს მიუხედავად ამ სიტუაციისა, ჯერ კიდევ არის რიგი პროექტები, რომლებიც ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი უსაფრთხოების და სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, თუმცა რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის. ერთი მხრივ უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ინსტიტუციურად გაძლიერება ჩვენი შესაძლებლობების, თუმცა მეორე მხრივ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, კი არა და დაიწყოს ძალიან აქტიური მუშაობა იმისთვის, რომ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები ჩვენ გქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიდან.
მაგალითად ახლა 2008 წელსაც ხო ანუ ჩვენ არ ვიყავთ არც ნატოს წევრი, არც ევროკავშირის წევრი, მაგრამ რუსეთთან ომის პერიოდში დასავლეთმა საკმაოდ ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და გარკვეულწილად შეაკავა რუსეთი რომ ვთქვათ უფრო მასშტაბური თავდასხმა არ ყოფილიყო საქართველოზე და შესაბამისად ამ შემთხვევაში უნდა ჩვენ მივიღოთ გარკვეული უსაფრთხოების გარანტიები საერთაშორისო კუთხით და ადგილობრივ დონეზე უნდა მაქსიმალურად საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება მოხდეს. აი შეიძლება თამბობ ხოლმე ნახოთ მილიტარისტული ქვეყანაა და სწორედ ეს მოდელი იქნებოდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი სურვილია, მაგრამ სახეზე აბსოლუტურად სამწუხაროდ კი ბატონო, კი. ანუ ინსტიტუციების მოშლა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სისტემას გულისხმობ და იმ ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება იმ საჯარო მოხელეების, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. ანუ ამ შემთხვევაში სინქრონიზაციის ჯაჭვი ერთგვარად თითქოს გაწყვეტილია, ყოველ შემთხვევაში გარედან დაუყურებელი თვალი ამას ამოიკითხავს. როგორ უნდა მოხდეს ამ პირობებში, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების გარანტიების მიღება ან შეძენა საერთოდ? ხო, ну, რა თქმა უნდა, ამ პირობებში რთული ამაზე საუბარი, როდესაც ვთქვათ, ასეთი პროცესები მიმდინარეობს, იგივე ვთქვათ, უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებაც, იგივე ვთქვათ, სუსის დაზვერვის შეერთება, ხო, ну, ამაზე ცოტა ესეთ საკამათო თემა არის, ამაზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ну, საბჭოს გაუქმება, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იყო, იმიტომ რომ საბჭო უშუალოდ პასუხისმგებელი იყო ისეთი დოკუმენტების შემუშავებაზე, რომლებიც უშუალოდ პოლიტიკას განსაზღვრავდნენ ქვეყნის უსაფრთხოების და იქნებოდა კონცეპტუალური დოკუმენტები, როგორც იყო თქვა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საფრთხების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დღემდე სამწუხაროდ არ აქვს და ხო, ამ პირობებში რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვახსენე, რომ ეს ჩვენ დამოკიდებულები ვართ საერთაშორისო მხარდაჭერაზე და სწორედ იგივე ამერიკის შეერთებული შტატები, იგივე ევროპა არის ის კონტრიბიუტორები ჩვენი უსაფრთხოების სექტორისთვის, ვინც წლების განმავლობაში თანხებს, როგორც თანხობრივად, ასევე აღჭურვილობის კუთხით ქმნიდნენ და აყალიბებდნენ ჩვენი უსაფრთხოების სისტემას და შესაბამისად მათ გარეშე, რა თქმა უნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა ჩვენთვის და დასუსტება კიდევაც, როგორც ტექნიკურად, ასევე პოლიტიკურადაც, ხო? ანუ პოლიტიკური განზომილებაც არის უსაფრთხოების. მინდა კითხო, თუ კი ესე იგი დასავლეთთან ამ ყველაფერს წყვეტ, რაღაცის ხარჯზე, ხო? ანუ ან აღმოსავლეთის, ან ჩრდილოეთის, ან რაღაცის კომპენსაციის, ან რაღაცა უნდა იყოს ამისი ნაცვალი. გეგულება თუ არა რომელიმე ორგანიზაცია, თუნდაც ნატოს მსგავსი ან ევროკავშირის მსგავსი, რომელმაც შესაძლოა ჩაანაცვლოს მაგალითად ეს ორგანიზაციები საქართველოს. ხო, არა, რა თქმა უნდა, ეხლა ნატო არის ის ალტერნატივა, ну, ნატოს ალტერნატივა ვფიქრობ, რომ ერთადერთი შეიძლება გახდეს ამერიკას შეერთებულ შტატებთან ან სხვა ძლიერ სახელმწიფოსთან, დასავლურ ძლიერ სახელმწიფოსთან ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება ალიანსი, რომელიც უშუალოდ მოგცემს უსაფრთხოების გარანტიებს. ხოლო ეს შეიძლება, თუმცა ეს შეიძლება იყოს რაც დროებითი ღონისძიება იმ მომენტამდე, სანამდე ჩვენ გავხდებით ნატოს წევრი. თან ახლა ნატოსში ინტეგრაციის საკითხი ხო, ანუ ეს არის ჩვენი ეროვნული გადაწყვეტილება, ეს არის კონსტიტუციაში ჩაწერილი და ასევე ამასთან დაკავშირებით 2000 რომელი წელი იყო აღარ მახსოვს, არჩევნების პარალელურად ჩატარდა პლებისციტი იყო, კი, ამასთან დაკავშირებით არის ჩვენი ეროვნული არჩევანი და მე ვფიქრობ, რომ ნატოს ალტერნატივა სამწუხაროდ არ არსებობს. თუმცა როგორც ორგანიზაციულ დონეზე, თუმცა ნატოს დროებითი, ასე ვთქვათ, დროებითი ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს ისევ და ისევ ძლიერ დასავლურ ქვეყანასთან, როგორც არის იგივე ამერიკის შეერთებული შტატები ან ბრიტანეთი, ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება, რომელიც საქართველოს მისცემდა გარანტიებს იმ მომენტამდე, სანამ საქართველო თქვა ნატოს წევრი გახდებოდა. სხვა შემთხვევაში ხო, ანუ მე არ წარმომიდგენია რა უსაფრთხოების გარანტია შეიძლება იყოს შეთავაზებული საქართველოსთვის, რომელიც შეძლებს იმ საფრთხეების შეკავებას, რის საფრთხეების წინაშე ჩვენ ვდგევართ. შეიძლება იყოს ეს მაგალითად ძალიან ისე გამოდის, მაგრამ რო ბჭყალებში შესაძლოა იყოს მაგალითად ძალაუფლებაში მყოფი ადამიანების მხრიდან არაერთხელ ნათქვამი, რომ მათ სურთ უბრალოდ იყვნენ თავიანთვის და არავისთვის არანაირი ნეიტრალიტეტის თემას იმასე ბჭყალებში, ხო? ზოგადად ნეიტრალიტეტ მით უმეტეს აი უსაფრთხოების იმ გარემოში და იმ პირობებში, როდესაც ახალი სისტემა იქნება. კი ბატონო, ხო.
ანუ ამ საქართველოს ზოგადად ნეიტრალიტეტი, როდესაც ქვეყანა ხდება ნეიტრალური, ხო და ნეიტრალიტეტი ყალიბდება როგორც ასეთი, ამაზე ხდება დიდი შეთანხმება დიდ სახელმწიფოებს შორის, რომ თქვათ დაждდება იქ ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი და ყველა ეს დიდი გლობალური მოთამაშეები ევროკავშირი და იტყვიან, რომ ეს ქვეყანა არის ნეიტრალური და ამას ჩვენ ხელს არ ვახლებთ, როგორც უნდა ისე იყოს. ხო, ანუ ეს საქართველოს პირობებში შეუძლებელია და ზოგადად, როდესაც შენ ნეიტრალური სახელმწიფო ხარ, შენ უნდა იმის რესურსი გქონდეს, რომ მეორე ფაქტორი ეს არის, რომ შეაკავო ხო ის საფრთხეები და ეხლა არ ვიცი, ვინმეს თუ ჯერა იმისი, რომ ხო, ნუ შვეიცარიის მაგალითი რო ავიღოთ, ხო და საზღვრები და ფინეთი შეგვიძლია. ხო, მაგრამ ეს საბოლოოდ ხო მაგათმაც მიიღეს გადაწყვეტილება ნატოს შესვლაზე, იმიტომ რომ დაინახეს, რომ უკვე თავისი ასე ვთქვათ რესურსებით ვერ შეძლებდნენ იმ საფრთხეებთან გამკლავებას, რაც რუსეთიდან მოდიოდა, ხო და საქართველოს კიდე პირდაპირ, ნუ ამხელა სახელმწიფო შენი მოსაზღვრე არის, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში ნეიტრალიტეტი მე წარმოუდგენლად მიმაჩნია რა. ეს შეიძლება ფსევდო ნეიტრალიტეტი იყოს, მაგრამ რეალური ნეიტრალიტეტი, რასაც ქვია, ეს რავი, შეუძლებელია. და კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ საქართველოს უსაფრთხოების სისტემას და უსაფრთხოების გამოწვევას, მიუხედავად იმისა, რომ 2011 და სტრატეგიული დოკუმენტები არ არის განახლებული, ჩვენ რიგითმა მოქალაქეებმა ისედაც ვიცით, ხო, რა საფრთხეების წინაშე ვდგევართ რეალურად და როგორ შეიძლება შეიცვალოს. რა უნდა გაკეთდეს, როგორ უნდა დაბრუნდეს საქართველოს რაღაცა იმ რელსებზე, როგორ უნდა დაუბრუნდეს, როდესაც მისი უსაფრთხოების ცოდნა და ფასი იქნება, ასე ვთქვათ, ყველასათვის ცნობილი. ხო, ნუ პირველ რიგში უნდა აღდგეს ის ურთიერთობები, იმ ნიშნულამდე უნდა მივიდეს, რომელიც იყო სიტყვაზე ვთქვათ 2023 წელს, 24 წელს, როდესაც ჩვენ 23 წელს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, უნდა პირველ რიგში აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც გაღრმავდეს და გაგრძელდეს უკვე შიდა დემოკრატიული რეფორმები, იგივე ის ვალდებულების შესრულება, რაც ქონდა ჩვენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის კონტექსტში და ეს ყველაფერი თუ დაბრუნდება თავის ადგილს, მერე უკვე შეიძლება ფიქრის შემდგომ ნაბიჯებზე, თუმცა იქამდე მისასვლელად რომ ეს ადგეს ხო ის სტატუს კო, რაც ქონდა ჩვენ მაგალითად წელიწადნახევრის წინ ან 2 წლის წინ, ეს ძალიან რთული პროცესი იქნება და შესაბამისად ხო, ანუ ამ შემთხვევაში თუ კი ეს ყველაფერი ვერ აღდგა. ამ შემთხვევაში მოდი პირდაპირ ვთქვათ, რა ემუქრება საქართველოს? ნუ საქართველოს ის დაემუქრება, რომ ფაქტობრივად თავისი მთავარი მტრის რუსეთის წინაშე დარჩება მარტო, ყველანაირი ვთქვათ, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე და მარტივად რო ვთქვათ, ეს იქნება კატასტროფის სტოლფასი. მინამჯერდეს რომ ეს არ მოხდება. ხო, არა, ეს ძალიან ცუდი სცენარია და მეც ნაკლებად მეეჭვება მაგამდე რომ მივიდეთ, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო არის გასატარებელი და პირველ რიგში საჭირო არის იმ საერთაშორისო სტატუს quo-ს აღდგენა პირველ ეტაპზე მაინც, რაც ქონდა ჩვენ სიტყვაზე წელიწადნახევრის წინ, რომ რაღაც ათვლის წერტილიდან რაღაც წერტილზე დავდგეთ და იქიდან უკვე დავიწყოთ ნელ-ნელა რაღაც კონკრეტული ხელშესახების შედეგების მიღება. დიდი მადლობა ნიკა.